პატარა ქუჩა. ეს იან ვერმეერის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1657 წელს შექმნა. სურათზე დელფტის ერთ-ერთი ქუჩაა გამოსახული. ცნობილია, რომ ამ ნამუშევრის შესაქმნელად ვერმეერმა წითელი ჟანგ მიწა, ბუნებრივი ულტრამარინი, ტყვიის თეთრა, აზურიტი და ალიზარინი გამოიყენა. ალიზარინი ორგანული ნაერთია, ნარინჯისფერი კრისტალური ნივთიერება. ეს არის საღებავი მასალა, რომელსაც ენდროს ფესვებისგან იღებენ. სასურათის სიბრტყის ქვედა მარცხენა არეში სარკმლის ქვეშ ვხედავთ წარწერას. დიდი ხნის მანძილზე დაობდნენ იმის თაობაზე დელფტის რომელი ქუჩა გამოსახა მხატვარმა. 2015 წელს საარქივო მასალის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სურათზე გამოსახული ქუჩა დელფტის ცენტრში მდებარეობს. იქ, სადაც დღესდღეობით ვერმეერის ცენტრია განთავსებული. სურათზე გამოსახული სახლი კი წმინდა ლუკას გილდიის შენობის ასაგებად 1669 წელს დაუნგრევიათ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მარჯვნივ გამოსახული სახლი ერთ დროს ვერმეერის დეიდას ეკუთვნოდა. სიახლოვეში ცხოვრობდნენ ვერმეერის დედა და და. 1696 წლის 12 მაისიდან ნამუშევარი დისიუსის კოლექციაში ინახებოდა. სავარაუდოა, რომ სურათი პიტერ ვან რეივენმა თავად ვერმეერისგან შეიძინა. ვან რეივენისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნამუშევარი მემკვიდრეობით მათ ქალიშვილს, მაგდალენა ვან რეივენსა და მის მეუღლეს იაკობ დისიუსს დარჩათ. დისიუსის აუქციონზე ერთი ვერსიით ნამუშევარი 48, ხოლო მეორე ვერსიით 72 გულდენად გაიყიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ გულდენი იყო ოქროს ფული გერმანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მე-15-19 საუკუნეებში. მოგვიანებით გულდენი მხოლოდ ნიდერლანდებში შემორჩა, სადაც ფლორინს უწოდებდნენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ დადგინდა დისიუსის აუქციონზე ვინ შეიძინა ნამუშევარი. 1800 წლის 8 აპრილს სურათი 1040 გულდენად პიტერ ვან ვინტერმა შეიძინა, ხოლო მისი და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის მათ ქალიშვილს, ლუკრეცია ვან ვინტერს დარჩა. 1822 წელს ლუკრეცია ოჯახს ქმნის. ცნობილია, რომ ლუკრეცია მეუღლესთან, ჰენდრიკ სიქსთან ერთად მშობლების მიერ დატოვებულ ხელოვნების ნიმუშებს ძალიან უფრთხილდებოდა. 1855 წელს მეუღლეთაგან ჯერ ერთი, ხოლო 1857 წელს მეორე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ნამუშევრის მფლობელები მათი ვაჟები ხდებიან. 1860 წელს უფროსი ვაჟი იან პიტერ სიქს ვან ჰილეგომი დაქორწინდა. მალევე მან მშობლების სახლში მუზეუმი დააარსა. 1899 წელს იან პიტერ სიქს ვან ჰილეგომი გარდაიცვალა და ნამუშევრის მფლობელი მისი ვაჟი იან სიქსი გახდა. 1921 წლის 12 აპრილს სურათი აუქციონზე გაიტანეს, თუმცა რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ნამუშევრით იმხანად არავინ დაინტერესდა. მოგვიანებით იან სიქსმა სურათი ლუვრში გამოფინა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. 1921 წელს ვილემ ჰენრი დეტერდინგმა ის 625,000 გულდენად შეიძინა და საჩუქრად მუზეუმს გადასცა. მას შემდეგ ნამუშევარი ამსტერდამში რეიქს მუზეუმში ინახება.